ისინი გამოსავალს პოულობენ თავის გარიდებით. ანუ შენერი გამოსავალი იპოვა ხა იმანაც. მინა. ხოშტარია და დანარჩენი მაგალითად ხა წარმოიდგინეთ. აი რომ დააჭერდეს. რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ ხა ეგრეთ წოდებული ლიდერები, ყველა ლიდერი არის ციხეში. ხო. და ატა ბურჭულაძის იმედად დარჩა, თქვათ, რაღაცა 2 მილიონი კაცი. მილიონი. რომელიც 4-ში უნდა გამოსულიყო. ხო, კაი, ნახევარი ხო მივა 2 მილიონი მოსაწოვი და ამზადა და აი ეგ არ დაგვავის. ნახევარი მაინც მივა. ნუ მაქედან დავიწყოთ, რომ პატა ბურჭულაძის გაკეთებული თავიდან არის. ხო, ნუ ხა დროის დაკარგვაც მაგაზე არღის. მაგრამ აქ მთავარი სხვა რაღაცა არის. მოყურეთ, ნიშაც ჩამოსვლის წირო ფანდი ჩაატარა. ვითომ თვითმფრინავის რო ჩამოდიოდა და მე ხო ბილეთი და რაღაცეები. წეღან შე რო დაიწყე, არ მინდა რომ ეგ რაღაც ყურადღების კით მიღმა გადავიტანოთ. ანუ უკრაინელი ხელისუფლების მხრიდან კიდე მორიგი ცდილობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანაში დესტაბილიზაცია ცოტა ისეთი ნათქვამია, მსუბუქი ნათქვამია რა. ანუ მათაც ჩვენ გამეტებული ყავართ ჩვეულებრივად, არანაირი პრობლემა არ არის. ჯერ პირდაპირ იმას აცხადებდნენ, რომ მარტო გადატანით იმ მნიშვნელობით ხო არ ვიძახით. მარტო ჩვენი ქალები და ბავშვები კი არ უნდა იხოცებოდნენ, რომ ქართველებიც უნდა შემოგვეშველნონ. ანუ ისინი მზად არიან იმისთვის, რომ გაგვანადგურონ. არა მარტო ისინი, უბედურება ის არის, რომ მათი მეშვეურება ამ ევრობიუროკრატებმა ჩვენ ჩვეულებრივ გაგვიმეტეს და ჩვეულებრივად ანუ ნახევარ საქართველოს დამარხავდნენ დემოკრატიული პრინციპების და რაღაც ევროპული ღირებულებებისათვის გმირულად შეწრული ხალხის სახელით. ეგ იქნებოდა და ეგ დაამთავრდებოდა ხო 4 წლის განმავლობაში გვაყურებინეს მათი მოწონებული ქვეყნები, როგორც არის უკრაინა და მოლდოვა, როგორ ევროკავშირში უნდა გაერთიანდნენ და ტაშისყრა და 1000 უბედურება, ჩვენ ვართ მათი დაწუნებული და მარტივი ანალიზი უნდა გააკეთო ადამიანმა, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ორჯერ უკეთესად ვიდრე თქვათ მოლდოვის, მას ეხმა არა, ორჯერ უკეთესად სწრაფად, ასე ვთქვათ რა და მოლდოვას რომელსაც ეხმარებიან, ასე ვთქვათ, რაღაცა აქებენ, ადიდებენ და აშენდა და დამშვენდა, სინამდვილეში სხვა რეალობაა. და სხვა რეალობას გვაყურებინებენ და ხდება სხვა რაღაცა ქვეყანაში. ანუ ჩვენ შეგვიძლია უმაგათოდ შვენივრად განვითარდეთ და ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ხო მართავენ იმ ქვეყნებს, ხო დაემორჩილეს და აკეთებენ იმას, რაც ჩვენთანაც უნდათ. მაშინ რატომ არ დაწინაურდა ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით, ხო? ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს არსებობისა და დემოკრატიული განვითარებისა ჩვენკენ არის 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი, ვიდრე იმ ქვეყნების. ესე იგი, მათ არ აქვთ იმის რესურსი, შნო და უნარი ეს ქვეყნები, ანუ ქვეყანას, რომელსაც თქვათ ხელს მოკიდებენ და ბჭყალებში შეიფარებენ, ის ქვეყანა განავითარონ. ფაქტია, ხო, და დააქციეს ერთი ქვეყანა, აღარ მინდა უკრაინაზე საუბარი და აგერ არის მოლდოვაში რაც ხდება. მოლდოვაში დღესაც ჩხრეკები მიმდინარეობს, წინას არჩევნოთ 28 სექტემბერს არის მოლდოვაში არჩევნები. ეხლა ჩხრეკავენ და ხალხს იჭერენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა უკანონო დაფინანსებები პარტიების და იმისი, რა ქვია, რაღაც კანდიდატების. ვინმეს გაუგია სადმე ევროპაში ვინმე პრეტენზია გამოთქვა, რომ წინას არჩევნოთ ამ პარტიებს ხო ჩხრეკ და ამაში რო ხარ იჭერ და ასე შემდეგ. არა, მაგას თავიდანალებ. ანუ ეს ყველაფერი არის მათი სახელით, როგორც მათ უნდათ, ისია შეფუთული. ეხლა ამას დავამთავრებ რა. უყურე რა გააკეთა ამ ჩვენმა ოპოზიციამ. ესენი რომ შეეფარნენ, ეს საშიშიც არის და ვიღაცისთვის უნდა იყოს ყურადსაღები. მე წეგან ტყუილ არა ვთქვი სააკაშვილის მაგალითი, იქიდან რაღაც ყურადღება ვითომ თავიჭკუით გადაატაინა და სხვა მხრიდან შემოიპარა. ანუ ამათმა როდესაც ამ რევოლუციაზე დაიწყეს ლაპარაკი, ამათ ჰქონდათ აი კაზინოში რო ხდება ბოლო ფიშკა რო აქვს და ამ ბანკროტი ხარ, ან დიდ ფულს რომ მოიგებ. წითელზე როდებ. ხო რა, ანუ დაახლოებით ეგეთი რაღაცა რევოლუცია აწერია იმას და დამთავრებული ამას რომ დადებენ. ან რევოლუცია უნდა მოახდინონ, ან არა და ესენი არიან საბოლოოდ განულდებიან ამას, აი არანაირი ანალიზის უნარი ამას არ ჭირდება, რომ ეს ხალხი განულდება და მოკვდება როგორც პოლიტიკოსები, თითოეული მათგანი. ამიტომ ამათმა ყველაფერზე მოაწერეს ხელი,
დაიწყეს ლაპარაკი, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გადაიტანოს რევოლუცია და ამასობაში ნახეთ რა მზაკრული გეგმა იყო. ვინმე კი არ შემოაპარეს. ჯარისკაცები კი არ შემოიყვანეს. ასაფეთქებელი შემოიტანეს და კიდევ გააკეთებენ, ანუ იმ 4 ოქტომბრამდე ან შეიძლება 4 ოქტომბერზე განსაკუთრებული ყურადღება გადაატანინონ და ამის მერე თქვათ რაღაცები გააკეთონ. ამასმა ხელი მოაწერეს უკვე საბოლოოდ შენ როგორ წარმოგიდგენია აფეთქებები რომ უნდა მოხდეს თქვათ ხო როგორც ყოველთვის აწმენდნენ ხელს სად ნახეთ ესენი ხო იმაზე მეტ მობილიზაციას ვერ გააკეთებენ რაც იყო ეხლა აგერ წინა წელსაც იყო ეს იყო მაგათი ყველაზე მაქსიმუმი იმიტომ რომ დაფინანსება ჰქონდათ 10 ჯერ იმაზე მეტი ვიდრე აქვს დღეს ხო? არ გამოვა ხალხი. ეგ იყო მაგათი პიკი. ანუ თათვალე მაგის ნახევარი. და მაგის ნახევრით მაშინაც შეტაკებები იყო რაღაცა ყველაფერზე წავიდნენ და სად ნახეთ ოპოზიციონერი ლიდერი რომელიც იმ ეპიცენტრში იყო. არსად. მაშინ როცა აფეთქებები არ უნდა ყოფილიყო, იმალებოდნენ იმ დროს სადაც იყო რისკი. და დღეს როგორ ფიქრობთ, რომ იქ სადაც მანქანა უნდა აფეთქონ, სადღაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიონ, ეს არის მაგათ ბოლო. ვიცი. იქ რატო უნდათ რომ სადღაც ლიდერი იყოს, გამოჩნდეს ან რაღაცა უბედურება, ხო? ციხეში მოიქციეს თავი და სუფთა ვარ, მე არაფერი შუაში არ ვარ.